ელფთა სამი საგვარეულოდან პირველნი იყვნენ ვანიარები, ელფთა შორის ყველაზე ლამაზნი და კეთილშობილნი. მათ მშვენიერ ელფებს უწოდებენ, რამე თუ მათი თმა ორი ხის ოქროსფერის სინათლით ბრწყინავს. ისინი იყვნენ პირველნი, რომლებიც ვალინორის გზას დაადგნენ და უკან არასოდეს მოუხედავთ. მათი წინამძღოლია ინგვე, ყველა ელფის უზენაესი მეფე. ის არ არის მეომარი და არც მწიგნობარი, ის არის წმინდანი. ინგვეს სული სრულად ეზიარა ვალართა სიბრძნეს. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია პირდაპირ უყუროს მანუეს დიდებას. ვანიერებს არ უყვართ ქალაქები და კედლები. მათ დატოვეს ტირიონი და დასახლდნენ ტანიკვეტილის ფერდობებზე, მანუეს ტახტის ძირში. იქ, მარადიულ თოლსა და ღრუბლებს ზემოთ, ისინი ვარდას ვარსკვლავებს უმღერიან. მათი მუსიკა ერწყმის მანუეს ქარებს. და ეს ჰანგები უცხოა მოგდავთა ყურისთვის. ადამიანებს ისინი არასოდეს უნახავთ. ვანიარები იმდენად შეიყვარეს ვალარებმა, რომ მათ აღარასოდეს დაუტოვებიათ კურთხეული სამეფო. გარდა ერთი შემთხვევისა, როცა საუკუნეების შემდეგ რისხვის ომში ისინი თავიანთი მეფის ძის მეთაურობით მელკორის დასამხობად გამოვიდნენ.